ღმერთმა გაგახაროთ, გეწეოდეთ დღევანდელი დღის მადლი, კვირა დღის მადლი. დღევანდელ კვირიაკეს ეწოდება უძღები შვილის კვირიაკე. ჩვენ წინა კვირას აღნიშნეთ, რომ უკვე დაიწყო დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც რამოდენიმე შვიდეულისგან შედგება და აი წინა კვირას ჩვენ აღნიშნეთ მეზველისა და ფარისავის კვირიაკე. დღევანდელ კვირას კი ჰქვია უძღები შვილის კვირიაკე. რაღაცნაირი გამორჩეული დღე არის, სხვათა შორის დღევანდელი დღე ძალიან მიყვარს. რაღაცნაირად დღევანდელი დღე ჩემში ასოცირდება ხოლმე ეკლესიაში იმ უძღები შვილების დაბრუნებასთან, რომლებიც ეკლესიიდან დიდი ხნით განშორებულნი არიან. თვითონ ამ დღის შინაარსი ამას მოიცავს. თქვენ მოისმინეთ დღევანდელი სახარება, სადაც მოთხრობილი არის იგავი უძღებ შვილზე. ზოგადად ეს იგავი არის ეს გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამი ამბავი, რომელიც ჩვენ რაღაცას გვასწავლის. იგავში ასეთი ამბავი არის მოთხრობილი, რომ მამასო ყავდა ორი შვილიო. საერთოდ როგორც ვთქვით, იგავში სიმბოლური მნიშვნელობები აქვს და მამაში აქ იგულისხმება თავად ღმერთი და ორ შვილში კი იგულისხმება ისეთი ორი კატეგორია ადამიანების, რომლებიც ერთიანი არიან გონიერნი და დამჯერნი მამისანი, მეორენი კი უმონური და ურჩნი მამისანი, ანუ ღმრთისანი. ჩვენ ყველანი ხო შვილები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა რელიგიაში არიან ზოგიერთები, სხვადასხვა ეროვნებაში, სხვადასხვა კანის ხელში, სქესში, ასაკში და ასე შემდეგ. და აი ამ ორი შვილიდან ერთხელაც უმწემ ესმაო, ანუ უმცროსმა ძემ უთხრა, რომ მამაო, მომეწი ჩემი სამკვდრებელიდან და გამიყავიო. მართალია მამას გული დაწყდა შვილს, რომ მისგან ერთ-ერთ შვილს, რომ მისგან წასვლა უნდადაო, მაგრამ არ შეეწინააღმდეგა. ასე არის ღმერთი მოსყალი, არ ერევა ადამიანის თავისუფლებაში და უბრალოდ უნდა, რომ ადამიანმა კეთილი აირჩიოს ყველა ადამიანმა. და მართლაც მამა მისცა თავისი სამკვდრებელის ნახევარი და ის შვილი რო წავა მამისგან, მალევე წავა. პირდაპირ წერია სახარებაში, რომ არაწმინდებით ცხოვრებდაო და თავისი ეს ნაწილი მამისგან მოძებული მალევე განაბლიაო და ისე გაუჭირდაო, რომ მივიდა და ერთ-ერთ მოქალაქეს როგორც ყმა ისე დაუდგაო. და ისეთ უკიდურეს გაჭირვებაში იყო, რომ ღორების საჭმელიც კი ენატრებოდაო. და აი მაშინ სწორედ საოცარი სიტყვები წერია სახარებაში, მაშინ მოეგო თავსა თვისაო, გონებაზე მოვიდაო და თქვაო, რომ წავალო და ჩემს მამას შენდობას თხოვო და ისევ ჩემი მამის არა როგორც შვილი, არამედ უკანასკნელი მონა ისევ თხოვ მიღებასო. აი საოცარია, როდესაც ადამიანი რაღაცნაირად რიგ შემთხვევებში კარგად არის, განცხრომაში არაფერი არ აკლია, სამწუხაროდ ღმერთი ავიწყდება ხოლმე. როდესაც გაუჭირდება, მაშინ რაღაცნაირად როგორც ის უძღები შვილი მოეგო თავსა თვისა და გონებასა თვისა, აი მერე ვიცით ხოლმე ჩვენ ადამიანებმა გაჭირვების ჟამს, რომ ღმერთის მოგონება და ეკლესიისკენ მოსვლა. კი, მაშინაც გვიღებს უფალი, მაგრამ ხომ შეიძლება სხვა დროსაც, როცა ლახინის ჟამია, როცა მშვიდობის ჟამია, რომ მაშინაც არ გავაჩვენოთ ჩვენს მამას და მაშინაც რომ ჩვენი მამის ერთგული შვილი იყო. და როდესაც აი ეს უძღები შვილი მამისკენ წამოვა, საოცარია მამის სიყვარული. მამა შორიდან რომ დაინახავს, წერია სახარებაში, თვითონვე გამოიწევს თავისი დაკარგული ვაჟისკენ, ჩაიხუტებს და გადაეხვევა და ბრძანებს, რომ საუკეთესო სამოსელი ჩააცვან და ზვარაკი დაკლან, რათა იმხიარულონ და ხინი გამართონ. აი აქ ასეთი სწავლება არის, რომ ნახეთ რას გვასწავლის ეს ადგილი, რომ როდესაც ადამიანი ცოტას მაინც გაიწევს ღვთისკენ, ღმერთი როგორი მოწყალია, რომ ხედავს თვითონ ღმერთი მოდის ადამიანისკენ. ანუ ჩვენ ღმერთს უნდა ვაჩვენოთ, რომ გვინდა ღვთისკენ და ამას რომ ვაჩვენოთ, თავად უფალი მოდის ჩვენთან, უფალი თავის წიაღში ასე თქვათ ჩაგვიხუტებს და სულიერი მადლით აღგვავსებს. და აი სწორედ დღევანდელი დღე ამას ემსახურება, რომ აი უძღები შვილის უკან დაბრუნებას. სამწუხაროდ ჩვენ ადამიანებს გვახასიათებს უძღებობა, უძღები შვილობა, რომ ჩვენს მამას, ჩვენ ღმერთს
რიგ შემთხვევებში განვიშორებით ხოლმე რაღაცა ამ ქვეყნიურ ხორციელ საქმეებს შემოშვალებით ხოლმე და აი დღევანდელ დღესაც როგორც გითხარით განსაკუთრებულად მიყვარს დღევანდელი კვირა რომ სულ გონია ხოლმე რომ აი ამ წლების განმავლობაში რომ მოვიდეთ დაბრუნდები ღმერთი დღევანდელ დღეს მაინც გონებას განუნათლებს მოიყვანს ადამიანებს და ისე დიდ ეკლესიის წინაშე დააბრუნებს მე სულ ასე მიფიქრება ხოლმე ღმერთმა უშველოს და ღმერთმა გონება განუნათლოს ყველა უძღებ შვილს და ყველა უძღები შვილი ღმერთმა ეკლესიის წინაშე მოიყვანოს ამინ ღმერთმა ყველა დაიფაროს და ღმერთმა ყველა დაამოწოს მე მინდა რომ მოკლედ ერთ საკითხს შევეძახო რაც წინა დღეებში მოხდა ჩვენ ქვეყანაში აი როგორც მარიონეტი ევროპარლამენტარები იტყვიან ხოლმე მათი სიტყვა რომ გავიმეორო რომ იტყვიან ხოლმე შეშფოთებული ვართო ჩვენს ასე მართლაც შემაშფოთებელი იყო ჩვენთვის ერთი რამ შემთხვევა ოღონდ მათგან განსხვავებით ჩვენ ხელოვნური შეშფოთება კი არ აქვს როგორც იმ მარიონეტ ევროპარლამენტარებს ამით მართლა შეშფოთებული და მართლა გულნატყენი ვართ იმ ფაქტთან დაკავშირებით რაც რამდენიმე დღეს ჩვენ ქვეყანაში მოხდა რომ ერთ-ერთმა არა ქართველმა ადამიანმა არ ვიცი ვინ იყო ინდოელი იყო პაკისტანელი იყო თუ რომელიღაც იმ იქაური ქვეყნიდან იყო რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენი ქვეყნის ჩვენი ეკლესიის ერთ-ერთ სათაყვანებელ ტაძარს მცხეთის შვილის ტაძარს რომელიც საქართველოში ერთ-ერთი უძველესი ტაძარი არის მეხუთე თუ მეექვსე საუკუნიდან თარიღდება და აი ამ საწყალობელმა ამ ეშმაკის მსახურმა რაც გააკეთა რომ ესე უდიერად მოექცა ამ ტაძარს სადაც დატოვა წარწერები სადაც უდიერად ეხებოდა სადაც ტაძრის ქვებს ძირში ფეხს უტყავდა ეს მართლა ჩვენთვის შემაშფოთებელია და ეს ყოველად მიუღებელი არის ჩვენ მორწმუნეები ტაძარს რიგ შემთხვევებში გარშემო შემოვლით ხოლმე და ეს ნიშნავს ტაძრის პატივისცემას აი მით უმეტეს ველთ ტაძრებზე მე მიყვარს ხოლმე ქვებსაც კი ვემთხვევი ხოლმე თითქოს აი ჩვენი წინაპრების ლოცვა ღვაწლი სული ყველაფერი მაგ ქვებში არის ჩაქსოვილი თითქოს ასე აღვიქვამ ხოლმე რომელმაც ამ საუკუნეებს გაუძლო და დღეს ამომდე მოვიდა და ვიღაცა შემინდოს ღმერთმა ამას რომ ვიღაცა შავი ადამიანი გარეგნულადაც შავი და შინაგანადაც შავი მოდის და ასეთ კრეხელოს აქციას აღასრულებს აი ჩვენ ასეთი რამ რო გავაკეთოთ მათ ქვეყანაში თქვათ ამ მუსულმანურ ქვეყანაში პირდაპირ ვამბობ რომ ანუ მათ რელიგიურ ფასეულობებს ჩვენ შეურაცხყოფა მივაყენოთ პირდაპირ ვამბობ რომ ცოცხლები ვერც გამოვართ ვახვეყიდან ჩვეულებრივ შეიძლება ჩვენი სიცოცხლის ხელყოფა მოახდინოთ და ის როგორ ბედავს შემოსულია ჯერ ჩვენ ქვეყანაში ტურისტით თუ როგორც ტურისტი თუ ცხოვრებით როგორც არის და ასეთ შეურაცხყოფას რო აყენებს ეს მარტო მცხეთის ჯვრის ტაძრის შეურაცხყოფა არის ეს ზოგადად ეკლესიის შეურაცხყოფა იყო და ზოგადად მთელი ერის შეურაცხყოფა იყო და მე ვფიქრობ რომ ამ ამბავმა ისე არ უნდა ჩაიარეს სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს ის ადამიანი დასჯას თავისთავად ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას არ გულისხმობს მაგრამ სათანადოდ სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს ის ადამიანი აი იცით როგორ იყო ძველ აღთქმაში ღმერთმა უთხრა მოსეს დედაკაცო რომელსაც წაასწრებენ და დაიჭერენ მრუშობაზეო ყველა მქვა დაკრიბოს და ქვებით ჩაიქრობესო განა ღმერთს ის დედაკაცი თუნდაც მუში და ცოდნი არ უყვარდა ღმერთს ყველა უყვარს მაგრამ ერთის დასჯით ათასები გადარჩებოდნენ ხოლმე და მართლაც ასეა როდესაც ადამიანი რაღაცას ცნებას ღვთისას სიყვარულით არ აღასრულებს ზოგჯერ შიშით აკეთებს ხოლმე და შიში არ აქვს დღეს ადამიანებს აი სამწუხაროდ დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა ის მკრეხელური ფაქტი
რომ ერთ-ერთმა დედაკაცმა მე სახელსაც ვერ ვახსენებ, არც სიამოვნებს მისი სახელის ხსენება. აი ამ დედაკაცმა, რომელმაც რომელიც შევიდა ღვთის ტაძარში და ერთ-ერთ ხალხს, კერძო წმინდა მატრონას ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა. იყო ფაქტი, რომ შემდგომში არაფხიზიან მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდები, რომლებიც სავარაუდოდ რაღაცის ზეგავლენის ქვეშ შევიდნენ ქაშვეთის ტაძარში და საკურთხეველში შესვლასაც ლამოდნენ. იყო ფაქტი, რომ რუსთაველიძე აღმართულ თბილისში, რუსთაველიძე აღმართულ წმინდა ნინოს ჯვარს, ურტყავდნენ ტარს. იყო ფაქტი, რომ ერთ-ერთ ასევე ძველი ტაძარს, ანჩისხანს, კვერცხები ესროლეს. ჩვენს ვირფას, პატრიარქს აუგად იხსენიებენ. ასეთი რა, მანახეთ ხატის შეურაცხყოფაა, რომ ისე შერჩათ, უკვე თითქოს კბილი მოუსინჯეს, შერჩათ და მე აკეთებენ ასეთ კრეხებულ ქმედებებს. სათანადოდ უნდა დაშლილიყო, მე ვფიქრობ და მე შიშიდან გამომდინარე ვერავინ ვეღარაფერს გააკეთებდა. აი მე, როგორც საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი სასულიერო, აი ზოგი ხო ნახავს ამას, ზოგი ვერ ნახავს თუნდაც იქნება, მე მივმართავ და მოუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას. მე ახლა ეკლესიის სახელით ვერ ვეთქვი თავისთავად, იმიტომ რომ მე არ მაქვს იმისი უფლება, რომ ეკლესიის სახელით ვთქვა, მაგრამ მე როგორც ერთ-ერთი სასულიერო ჩემი სახელით ქრისტეს მიერ სიყვარულით მოუწოდებ და ვურჩევ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სათანადო რეაგირება მოახდინონ ასეთ ფაქტებზე. თქვენ იცით, რომ მე და ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, ჩვენ ვლოცულობთ მათი სიმტკიცისა და სიძლიერისათვის. მადლობა ღმერთს, რომ მიუხედავად გარეშე და შიდა მტრებისა და გამოწვევებისა მშვიდობით არიან. ქვეყანაში მშვიდობა არის, ომი არ არის. ეკლესიას თვითონ არ განწყავენ, ქვეყანაში LGBT პროპაგანდა აკრძალულია და მადლობა ღმერთს და ჩვენ ამას ვხედავთ და ვუფასებთ. და სწორედ ამიტომ ისეთ პატივს, ეს არ იყოს. ნამდვილად ეს პატივისცემას არ გვექნებოდა. პატივს ვცემთ, მაგრამ უფრო მეტი გვინდა. მეტი ჩვენ არა რაიმე მატერიალური თვალსაზრისით ღმერთმა დაგვიფაროს ეს მოვიტყოთ, არამედ აი ეს სულიერი ფასეულობების დაცვა, აი ეს გვინდა უფრო მეტად. და მე მივმართავ და მოუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სათანადო რეაგირება მიუახდინონ აი ამ კრეხელობაზე, რაც უახლოეს დღეებში მოხდა. ზოგადად, კარგი იქნება, რომ კანონი არსებობდეს ჩვენ ქვეყანაში, რომლის ძალითაც დასჯადილი იყოს რელიგიური ფასეულობების შეურაცხყოფა, თუ სიტყვიერი, თუ ფიზიკური. აი მე თუ დავაშავებ კანონს, ნებისმიერ სამოქალაქო კანონს, იმ სასჯელს მეც დავექვემდება, მე რა სასულიერო პირი ვარ. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მაგალითი წეს კანონების აღსრულებისა, ხო? თუ დავაშავებ, მეც დავისარჯე და ისინიც თუ დააშავებენ, ისინიც სასჯელს უნდა დავექვემდებარო. მე არავისი დასჯადი არ მინდა, მაგრამ ერთის დაუშველობით უკვე სხვასაც თითქოს ფრთები ესხმება. ეს სასჯელი ახლა კიდევ მეორე ზემოთ ასვი არა ერთმა დაგვიფაროს სიცოცხლის ხელყოფით, რომ იგულისხმებოდეს, არამედ დიდი ფულადი ჯარიმა. მცირე კი არა, დიდი ჯარიმა, ფულადი ჯარიმა. ან შეიძლება 2-3 წლითაც თავისუფლების აღკვეთა, ესეც არ იქნებოდა ურიგო, რომლებიც აქ მაღლობილურ საქმიანობას ეწევიან. აი ჩემი მოწოდება იქნება, რჩევა იქნება, თხოვნაც იქნება, თუ რაც უნდა დაარქვან, აი ეს კანონი რომ მიიღო. ეს ყველასთვის კარგი იქნება. დღეს რომ ეკლესიებს ღმერთმა არქმევს, ესე იწყებოდა პატარ-პატრებით, რომ არაფრად ჩააგდებენ და შეგვილწავენ, მერე უარეს გააკეთებენ. მერე შეიძლება ძალიან ადვილად ადამიანთა სიცოცხლეს კი შეიწირონ. ასე რომ თავიდანვე ჯობია რომ აღიკვეთოს ეს უმსგავსო საქციელი და ღმერთმა მშვიდობა მოსცეს ჩვენ ქვეყანას, ღმერთმა
გონება გამონათლოს ყველა გონება დაბნელებს და ღმერთმა მოგცეს ზალა რომ კი არ დავანგრიოთ, კი არ შეურაცხოთ და შევბინწოთ, არამედ აღვაშოთ. ჩვენი წილი ქვა დაგვარდებინოს ღმერთმა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ აღსაშენებლად. ღმერთმა ყველა უძღებ შვილს მისცეს ის გონიერება, რომ შემოვლებული იყოს დედა ეკლესიის წინაშე. ღმერთმა დაგლოცოთ, გადახაროთ და ღმერთმა მშვიდობა მოსცეს ჩვენ ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის დედა ეკლესიას. ამინ. ჩვენ